გურჯაანის ტექნოპარკში შექმნილმა სტარტაპმა საგრანტო კონკურსზე 25,000 ლარი გრანტი მოიპოვა. Golden Nectar მეფუტკრეს სთავაზობს ახალ ინოვაციურ და მარტივ გზას ყვავილის მტვერის მოპოვებისა და შენახვაში. იდეა გურჯაანელ ახალგაზრდებს ნიკოლოზ ზირაქაშვილს და გიორგი ჯაჭვაძეს ეკუთვნის. მოვიპოვეთ ჯიტას რეგიონალური 25,000-იანი გრანტი, საიდანაც 5 გამარჯვებული გუნდიდან ერთ-ერთი ვიყავით ჩვენ. დაახლოებით 60-დან 70-მდე გუნდიდან 5-მა მიიღო ეს 25,000 საგრანტო პროდუქტი, ანუ ეს იყო რეგიონალური შეჯიბრი სტარტაპების, რომლებიც მხოლოდ კახეთში არის. რეგიონალური სტარტაპები ტარდება ასევე როგორც დასავლეთში, იმერეთში, აჭარაში, ესევე ჩატარდა და კახეთში წლის ბოლოს დეკემბერში, სადაც მე და გიორგიმ და ჩვენმა გუნდმა მოვიპოვოთ 25,000 და ამ 25,000 მოვახმარებთ სტარტაპის განვითარებას და შემდგომ ბაზარზე გასვლისთვის გამოვყენებთ. კონკურსი ნამდვილად კონკურენტუნარიანი იყო ძალიან ბევრი კარგი სტარტაპი, მაგრამ შევძველით და გავიმარჯვეთ.